მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღის შეჯამება კლავად თქვენ სამსახურშია ჩვენი გადაცემა, რომელიც მრავალ სატელევიზიო არხებზე მაუწყებლობდა. დღეს ახალ სატელევიზიო სივრცეში იქნება წარმოდგენილი, ამაზე ცოტა მოგვიანებით სასიხარულო ამბებზე. დღეს ახლა ჩვენი გადაცემა მინდა დავიწყო, აი თქვენ ხედავთ ჩვენი გადაცემის მსვლელობისას არის წარწერა, დაბლა ხედავთ და ასევე არის QR კოდი და რას ნიშნავს ეს, რომ მინდა რომ ყურადღება მივიპყროთ თქვენი სანამუშევროდ გადაცემას აქტუალურ თემებზე დავიწყებდეთ საუბარს. Იმიტომ გამოვფინე ხა ეს ბანკის რეკვიზიტები, რომ მჭირდება თქვენი დახმარება იმისათვის, რომ მე აქედან გავუწყოთ თქვენ ის ექსკლუზიური ინფორმაციები, რომელიც თქვენ დაგაინტერესებთ. იმიტომ რომ ერთი ადამიანი ძალიან რთულია რომ გაუმკლავდეს იმ პრობლემებს, რომელიც თან ახლავს უცხოეთში მაუწყებლობას. მე აქ სრულიად მარტო ვარ მეგობრებო და ვცდილობ რომ როგორმე ინფორმაციები მოგაწოდოთ. არავინ ჩვენი დამფინანსებელი არ არის, არავინ ჩვენი დამხმარე არ არის. რაღაც გარკვეულწილად ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ დახმარება გვსაჭიროებთ, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენი ძალებით უნდა გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს და ვისაც გსურთ, რომ მცირედით მაინც რომ გააძლიეროთ ჩვენი გადაცემა, აგერ არის ბანკის რეკვიზიტები, აგერ არის საქართველოს ბანკის ანგარიში, რომელზეც შეგიძლიათ ჩარიცხოთ ახლა, სბერბანკის ანგარიში ხედავთ გამოჩნდება ახლა, ეს არის რუსეთში არსებული ბანკი. აქ არის QR კოდი, რომელზეც აი თქვენ როდესაც ტელეფონს მიუშვერთ, ამოვარდება ის ანგარიშის ნომერი, რომლითაც თქვენ შემდგომ გადახვალთ და ჩარიცხავთ უშუალოდ თანხას. ეხლა იცით რა, ყველა ტელევიზია ამას მიმართავს ამ ხერხს, ჩვენ რა თქმა უნდა სხვანაირად უკვე მე ვცდილობდი რომ ეს არ გამომეყენებინა, მაგრამ სხვა გზა არ არის, იქიდან გამომდინარე რომ ეხლა როგორც მანქანა ბენზინის გარეშე ვერ წავა, როგორც ადამიანი წყლისა და ჰაერის გარეშე ვერ გაძლებს, ეხლა ელემენტარულად აი გადაღებები რო გვაქვს, ოპერატორი გჭირდება, გადაადგილება გჭირდება, ყველაფერი გჭირდება ეხლა და როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა გარე გადაღებებზე თვითონაც დაიღოს სიუჟეტი თვითონ მოამზადოს და რა ვიცი 1000 სირთულეებს ახლავს კიდე და ეხლა მე ამას ვერ შევძლებ მეგობრებო, როგორც გითხარით, არც ამერიკა გვაფინანსებს, არც რუსეთი გვაფინანსებს და ამიტომ თუ გსურთ რომ ჩვენ უფრო და უფრო მეტი სიახლეები, უფრო და უფრო მეტი საინტერესო ამბები მოგაწოდოთ, რა თქმა უნდა ჩვენ დაგვიჭიროთ ხარი, ჩვენ ვართ ერთადერთი რომელიც დღეს რუსეთიდან გადმოსცემს ამბებს, ერთადერთი და რომელიც რუსულენოვანია და ერთადერთი და რომელიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე ლაპარაკობს. ჩვენ ვართ ერთადერთები, მეგობრებო. ეხლა მე არ მინდა ეს ეხლა ტრაბახში ჩამომართვეთ, მაგრამ რაც ფაქტი არის, იმის კონსტატაცია ხო უნდა მოვახდინოთ. ეხლა მე რაც თეთრზე შავს ხო ვერ ვიტყვია რა. 15 წელია მე ამ საქმეს ვემსახურები რუსულ-ქართულ ურთიერთობების აღდგენას, იმიტომ რომ ვცდილობ რომ ამ ურთიერთობების აღდგენის გარეშე საქართველო ნამდვილად ვერ წავა შორს და ეხლა თუ კი ჩემნაირ ადამიანს გვერდში დგომა არ ეკტება, ფიზიკურად ვეღარ შევძლებ ამის გაკეთება. თქვენ თუ გინდათ რომ უფრო და უფრო მრავალფეროვანი გოსდუმის დეპუტატები, პოლიტიკოსები, ექსპერტები იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმარი, ხო ოპერატორის გარეშე მე ხო არ გადავიდებ ამ ყველაფერს. ეხლა ერთი ადამიანმა შეიძლება ჩაწეროს თვითონ თავი დადებს კამერაზე ჩაწერს, მაგრამ როდა ორი ადამიანია უკვე იქ მუშაობა ოპერატორის გარე გადაღებებზე მით უმეტეს და საერთოდ ყველაფერს ჭირდება დაფინანსება. ეხლა მე ამ წუთას თვითონ ვამონტაჟებ გადაცემას, თვითონ უზრუნველყოფ აქ ყველაფერს ამის შეფუთვას და ეხლა იცით რა არის, ძალიან რთულია და ამიტომ მე მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი, ვიცი რომ თქვენს მოგწონთ ჩემი გადაცემა, უამრავი ადამიანი ეხმაურება და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ რუსეთში არ ამგონია რომ მარტო ნაცები ცხოვრობდნენ, საქართველოში არ ამგონია რომ მარტო ესე იგი რუსულ-ქართული ურთიერთობების წრები იყოს და მე მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ კარგ ამბებს და აი ერთი ადამიანი უშუალოდ რამდენს ვახერხებ მეგობრებო რომ იცოდეთ რა. მე მართლაც აი ზოგჯერ მართლაც მიკვირს ხოლმე რომ
ეხლა ჩემ თავს ხوار შევაქებ, მაგრამ აი მართლაც მიკვირს აი ამ დარტყმების, აი ამ ზეწოლების, აი ამ მარტო ყოფნის პირობებში რამდენი რამე უნდა გააკეთო კაცმა, მაგრამ ღვთის განგებითა და ღმერთის წყალობით ეს ყველაფერი შესაძლებელია. პირველი სასიხარულო ამბავი ის არის, რომ ჩვენ პირადად მე გავიარე საგარეო საქმეთა სამინისტროში აკრედიტაცია და უკვე საშუალება მექნება საქართველოსთან მიმართებით და არა მარტო საქართველოსთან დაკავშირებით დავსვა კითხვები ბრიფინგებზე, რომლებიც გაიმართება საგარეო უწყების ეგიდით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ 2012 წლის მერე ფაქტობრივად ქართველი ჟურნალისტები აქ არ ყოფილან მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროში აკრედიტირებული. ეს არის ძალიან ისეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ესე უცბად ეს არ მომხდარა, ამას ჭირდებოდა დრო, შემოწმება, იმიტომ რომ კარგად მოგეხსენებათ, ესე განცხადებით არ ხდება მარტო რომ აკრედიტაცია მოგცენ ამ მნიშვნელოვან და დიდ უწყებაში, როგორიც არის რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ძალიან საინტერესო ამბებს მოგაწვდით და ფოკუსირება იქნება იმ ახალ ამბებზე, რომლებიც წამოვა საგარეო საქმეთა სამინისტროდან. და ეს პირველი სასიხარულო ამბავი, მეორე სასიხარულო ამბავი ის გახლავთ, რომ ხშირად მეკითხებოდი თქვენ რომელ არხზე გადის, სად გადის, ტელევიზიით გადით. თქვენ კარგად იცით, რომ როდესაც ჩვენ ტელეკომპანია სეზონზე ჩემი გადაცემა გადიოდა, მოხდა ისე, რომ ტელეკომპანია სეზონი დაიხურა და ჩვენი გადაცემათ ავტომატურად აღმოჩნდა ამ ყველაფრის მიღმა. შემდგომში მე პირადად ჩემი გარკვეული აი რაღაცა ბრძოლის შედეგად მოვახერხე ის, რომ ჩვენ გავედით უკვე TV4-ის ეთერში სულ რაღაც ერთი თვე, მაგრამ შემდგომში უკვე, როდესაც რაღაცა კარგად მოგეხსენებათ ეს ჩვენი ურთიერთობა დასრულდა. მე ხა კარგად მოგეხსენებათ, მეგობრებო, როგორც გითხარით, მარტო ვარ, არავინ ჩემს გვერდით არ დგას, მე არ მაქვს საშუალება იმისი, რომ ტელევიზიებს ფული უხადო, რომ მათ ჩვენი საეთერო ჩვენთვის საეთერო იქნას დათმობილი და აქედან გამომდინარე, ახლა ბევრმა, როდესაც ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი პროდუქტი, მათ შორის ისეთმა ტელევიზიებმა, რომელიც სარავითარი რაღაცა რეიტინგი არ აქვს, უარი გვითხრეს, იმიტომ რომ ფული გადაგვიხადეთ, იმიტომ რომ ამათ რა გონიათ, იცით რომ ეხლა მე მოსკოვში რო ვარ, აქ მე ბოდიში და პუტინი მაფინანსებს და კრემლი მაფინანსებს. 1 რუბლი არ მიმიღია მე რუსეთიდან, 1 რუბლი აი ამ 15 წლის მანძილზე, როდესაც ჩვენ მაუწყებლობთ აქ. აქედან გამომდინარე, აი ვის რა თანხა უნდა მივცეთ, ეხლა რაღაცა პატარა შეიძლება გავიჭირვეთ, მაგრამ ეხლა როდესაც წყვეტა იყო, მაგრამ ეხლა ჩვენ ამას ვეღარ შევძლებთ და მე გამიკვირდა ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ ტელევიზიაში დაფთიანდნენ, ჩვენ ხელი გაუმართეთ, იმ ხალხმაც კი უარი თქვა, ეს მოწმობს, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები არავის არ აინტერესებს. იმიტომ რომ როდესაც შენ გამზადებულ რეიტინგულ პროდუქტს აძლევ ადამიანს, აქით უნდა გადაგიხადონ ფული, იმიტომ რომ ეხლა აი როგორ არის მაღაზიაში რო შეიტანო, შენ გასაყიდად ის რაღაცა საქონელი, ხო? ეხლა როგორ ეხლა აქით უნდა გადაგიხადონ ფული, იმიტომ რომ ეს როგორ შეიძლება რომ აქით მოგთხოვონ, იმიტომ რომ ამ ჩვენი პროდუქციით რეიტინგი იმატებს ტელევიზიის, ხო? ჩვენ ეხლა კარგად გამიგეთ ტელეკომპანია სეზონის ცნობადობა არავითარი, ისეთი დიდი არ ყოფილა, როდესაც იმიტომ რომ გადიოდა მუსიკები, სიმღერები, რაღაცა ისეთი გასართობი გადაცემები და როდესაც მე დავიწყე ამ ტელეკომპანიაში მაუწყებლობა, ის ტელეკომპანია სეზონი გახდა ბრენდული, რეიტინგული, ასევე იყო სხვა არხებზე, სადაც ჩემი გადაცემა გადიოდა, ზოგან ბევრი, ზოგან ძალიან მიზერული გარკვეული დროის მანძილზე და ეხლა მოხდა ის, რომ რაც უნდა გითხრათ, რომ ჩვენი აი მცდელობების მიუხედავად ძიებაში რო ვიყავით, აი სად უნდა გასულიყო ჩვენი გადაცემა, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას და დღეს უკვე აი გადის ეთერში გადაცემა TV12. დაიმახსოვრეთ TV12, ეს არის არხი, რომელიც გადის მაგთიში, ახალქსელებში, მაი ვიდეოზე და კიდევ ძალიან ბევრ ოპერატორში ჩართული, ამაზე უფრო დაწვრილებით კიდე შემოგთავაზებთ ინფორმაციას დროთა განმავლობაში
კავშირებაში და მე მინდა რომ მადლობა უთხრა TV12-ის ხელმძღვანელობას და მის უშუალოდ დირექტორს, აგრეთვე ყველას, ვინც ამაში დიდი წვლილი მიიტანა, იმიტომ რომ ამ პროცესში ჩართული იყო ადამიანები, რომლებსაც მე მადლობას ვუხდი, ზოგს არ უნდა ამის თქმა, იმიტომ რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება TV12-ის საშუალებით, რომელიც აჭარიდან ეს არის ძალიან ისეთი კარგი პატარა კოპცია ტელევიზია, რომელიც დიდი ხანია მაუწყებლობს უკვე როგორც გითხარით და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ტელევიზიის გაძლიერებაში ჩვენც დიდი წვლილი შევიტანოთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთადერთი ტელევიზია ჩვენ აღმოჩნდა მზად რუსულ-ქართულ ურთიერთობებისთვის დაეთმო დრო. იმიტომ რომ მე შემთხვევით არ ვახსენე რომ ეს ტელევიზია აჭარიდან არის მეთქი. სწორედ აჭარა როდესაც აჭარა დედასამშობლოს დაუბრუნდა, ეს იყო სწორედ რუსული არმიის ნაწილებმა ქართულ შენაერთებთან ერთად მოახდინეს დედასამშობლოსთვის აჭარის, გურიისა და ჯავახეთის დაბრუნება. 10,000-ობით რუსი ჯარისკაცი წევს დღეს აჭარის მიწაზე, იმიტომ რომ ის 1877-38 წლის ომი რუსეთ-ოსმალეთისა დაგვირგვინდა ჩვენი გამარჯვებით და რუსული მხედრობა შეუძღვა ქართველ მილიციელებს ბათუმში და ეს კარგად იციან და ეს კარგად უწყიან სწორედ აი ამ ტელევიზიის მესვეურებმა და ჩვენ სწორედ აჭარის ტელევიზიიდან რომ მაუწყებლოთ, ესეც გარკვეულწილად შემთხვევით არ ხდება ალბათ და ღვთის განგების გარეშე ფოთოლიც არ ვარდება ხიდან და მე ამიტომ სიმბოლურია ეს რომ აჭარის არხზე გადის ჩვენი და აჭარის კი არა საქართველოს არხია, მაგრამ აჭარიდან გადაიცემა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სიმბოლური არის ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აწი შეგეძლებათ უკვე ტელევიზიით ნახოთ ჩვენი გადაცემები, იმიტომ რომ კარგად მოგეხსენებათ, ეხლა ასაკოვანი ადამიანები ვერ მეგობრებენ სოციალურ ქსელებთან და მათთვის უფრო ხელსაყრელი არის, რა თქმა უნდა, რომ ნახონ, ჩართონ ტელევიზორის პულტს დააჭირონ, არ ეძებონ სადღაც და ჩართონ და უყურონ. ტელევიზია, რომელმაც ჩვენ ეს დრო დაგვითმო იმისათვის, რომ ვიმაუწყებლოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე გინდა გითხრათ, ეხლა ბარემ არ გადავდებ, რომ გითხარით, რომ სად მაუწყებლოს, ესე იგი მაგთი TV-ში 79 არხზე დაიმახსოვრეთ მეგობრებო, ამას კიდე გავიმეორებ, 79 არხზე არის მაგთიში ჩართული, მარტივზე არის 41, ახალ ქსელებში არის 219 არხზე და ტელეკომშიც არის ჩართული, ტელეკომ 1, მაივიდეოში არის ჩართული, იმერ TV-აში, ჯორჯიან აირლინკში. ანუ ამ ქსელებში არის ჩართული და რაც თავარი ხა მაგთი არის ყველაზე ისეთი ალბათ კარგად მოგეხსენებათ, უფრო მეტი რაოდენობა მოსახლეობის აქ უყურებს ამას. მაივიდეოც რა თქმა უნდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სოციალურ ქსელში აი უცხოეთში იქნებით, მაივიდეოზე შეგეძლებათ შეხვიდეთ და უყუროთ და როგორც გითხარით, მარტივი, ახალი ქსელები, ტელეკომ 1 და ჯორჯიან აირლინკი და აქ აი ამ არხებზე თქვენ შეგიძლიათ ეს გააზიაროთ და ყველას მიაწოდოთ ინფორმაცია, ვინც ჩვენ გვეუბნებოდა, რომ აი სად გადიხართ, უკვე ჩვენ ტელევიზიას უბრუნდებით, იმიტომ რომ იცით რა არის, სოციალური ქსელები კარგია, მაგრამ ტელევიზია მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზოგი ამ სოციალურ ქსელებთან ვერ არის ახლოს და ამიტომ სოლიდურობისთვისაც ტელევიზიისთვის რა თქმა უნდა უპრიანი არის ეს. მე ამ ტელევიზიას ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებებს და ძალიან მიხარია რომ ჩვენ თანამშრომლობთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენც რა თქმა უნდა გავაძლიერებთ ალბათ ჩვენი გადაცემებით ამ ტელევიზიას. აი ეს არის ორი სასიხარულო ამბავი, კიდევ მაქვს თქვენთვის სასიხარულო ამბები, მაგრამ ამას ეტაპობრივად მოგაწვით, წინ მივდივართ, არ ვჩერდებით და ამას ვაკეთებ მარტო მე, როგორც გითხარით, რაღაცა რაღაცა იმიცი ქედმაღლობისა და ლუცობის გარეშე გეტყვით, ბრძოლობ იმისათვის, მეგობრებო, რომ რა ვიცი, აი რაღაცნაირად არ ჩავაქრო ეს ანთელი. მე ერთი პერიოდი, აი როდესაც რუსეთში ჩამოვედი, TV4-ზე გავდიოდით, მე გავჩერდით, იმიტომ რომ
რაღაც აი თუ თითქოს არ იყოს ძალიან ისეთი პესიმისტური განწყობები დამეუფლა, იმიტომ რომ კაცო პროდუქტს თავაზობ ჩვენი გადაცემები რეიტინგით უსწრებს ძალიან ბევრ ტელევიზიის რეიტინგებს და აქით ფული მოგვეციტო გვეუნებოდნენ და ეხლა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე მუშაობ ენთუზიაზმზე არავინ მე არ მაფინანსებს ეხლა აი ამას ეხლა თქვენ ხო არ გონიათ ეხლა დაჯდექი ის კი არ არის რა ქვია ავტოსადგური ოკრიბა მიხვიდე დაჯდე ავტობუსში და წახვიდე ეს არ არის ტელევიზია არის ურთულესი მეგობრებო ამას ჭირდება ეხლა აი ამ გადაცემას ეხლა როდესაც ჩვენ აი ეხლა წერ ხო ოპერატორიც მე ვარ შემდგომში როდესაც ეს მორჩება ამას უნდა დამონტაჟება უნდა სიუჟეტების მოძიება რომელიც ჩაერთვება გადაცემაში ამ მონტაჟს 1 2 3 4 საათი ჭირდება ხოლმე მერე შემდგომში ამის გამორენდერება მერე ამისი მიწოდება შემდგომში TV12-ისთვის დრო არის ეს ყველაფერი ამას ნახევარი დღე მიაქვს ამ ყველაფერს და მე ამას ვაკეთებ მეგობრებო ენთუზიაზმით და მე აქ ხო ჩემი საქმეც ამაქვს აქ მარტო იმისთვის ხო არ ჩამოვსულვარ რომ აქ გადაცემები ვაკეთო როგორც გითხარით მე აქ ვსწავლობ და ასპირანტურაში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე იმიტომ რომ რუსეთში მე აქ ვერაიათ ვერ ვიცხოვრებდი და აი იმ ადამიანებს აი ნამუსი და უსირცხილოები რო არიან და რო ამბობენ რომ აი რაღაცა ნიკოლოზ ჟავანაძე ფინანსდება და ის ეხლა მე ადრეც მithქვია და ეხლა ისე არ მინდა რომ წუწუნში გამოვიდეს მე ვცხოვრობ საერთო საცხოვრებელში უნივერსიტეტის და როგორც ყველა აქ ასპირანტი სტუდენტი პროფესორებიც მაგრამ ძირითადად სტუდენტები და ასპირანტები არიან ნუ მაგრამ შესაბამისი პირობები არის შექმნილი მე რო ეხლა ბოდიში ვინმე მაფინანსებდეს ოფშეჟიტიაში ვიცხოვრებდი აქ მეგობრებო ან მე ეხლა ბოდიში და უფრო კარგ გადაცემებს არ შემოგთავაზებდით უფრო მაღალი სტანდარტების ეხლა იცით რა არის აი ეს არის უნამუსობა და ის ხალხი რომლებიც აი ჩემზე ამბობენ რომ აი თითქოს მე აი რაღაცა პოზიცია იმიტომ მაქვს რომ თურმე ვინმე მაფინანსებს ხალხი მილიონობით დაფინანსებებს იღებდა თვეში და ნამუს გარეცხილივით გამოდის და ლაპარაკობს რომ ჩვენო და მთელი ცხოვრება ვიღაცის მართლა კარმუშკაზე არიან ეს მართლა ბუდიში და ქვეყნის მტრები ესენი და მე აი კიდე ერთხელ ვიმეორებ კაცი მარტო კაცი ჯერ აი გორშიც როდესაც ჩვენ მაუწყებლობდით ეხლა და ტელეკომპანია სეზონზე ვიყავით ესე იგი მე მიწევდა ყოველდღიურად 200 კილომეტრის გავლა მეგობრებო ესე იგი თბილისიდან გორიდან თბილისში როგორია წადი წამოდი იქაც კი ჩვენ სტაფი ყავდა შესანიშნავი რომელიც მეხმარებოდა უფრო გამართულად მაგრამ ნუ ძალიან დიდი დაწვირთვა იყო ეხლა ყველა დღე თბილისიდან გორში სიარული ეს თქვენ როგორ პირობთ და ადვილი არის ეხლა ამას იმიტომ ლაპარაკობ რომ უნდა გაიგოს ვიღაცეებმა და მე მგონია რომ ამ საქართველოში კი ჩვენ ვართ ისერი რომელმაც მოკლა იაკაკი წერეთელი გალაქტიონი ვაჟაფშაველა გოდერძი ჩოხელი ფიროსმანი მშიერი და ეს ხალხი იმიტომ მოკვდნენ რომ აი ამ ბევრი პრობლემებიც ჰქონდათ მაგრამ ერთ-ერთი ის იყო რომ ხარდაჭერა არ ჰქონდათ მე ამ ადამიანებს რა თქმა უნდა არ ვედრები ამ ბუმბერას ადამიანებს მაგრამ ეხლა მე მგონი რომ საქართველოში არის ის ადამიანები რომლებსაც შეუძლიათ ის რომ ჩვენ გაგვაძლიერონ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეხლა მეც ეხლა უსასრულო არ არის ძალების ეხლა მე ამას ვაკეთებ მაგრამ თუ ხარდაჭერა არ იქნა რა თქმა უნდა ამას ვეღარ გავაგრძელებ მეგობრებო და იმედი მაქვს თქვენი ხარდაჭერის მით უმეტეს როდესაც ჩვენ უკვე აქ ექსკლუზიურ ინფორმაციებს გაწვით მოსკოვიდან კიდევ ერთხელ ვიმეორებ აღარ გამომეორდები თქვენი იმედი გვაქვს და აი ამ თქვენ ხედავთ ამ ჩვენს ტელევიზიით QR კოდს ანგარიშის ნომრებს და თქვენ შეგიძლიათ რომ ჩვენ გაგვაძლიეროთ რაც შეეხება უშუალოდ პოლიტიკურ თემებს რომლებზეც მე მინდა რომ თქვენი ყურადღება მივიპყრო ნუ რა თქმა უნდა თქვენ ხედავთ იმ დაპირისპირებებს რომლებიც არის დღეს მსოფლიოში და ეს არის რა თქმა უნდა ირანი რომელზეც ჩვენი ყურადღება არის მიპყრობილი და მთელი ჩვენი მოსახლეობის გულისცემა არის სწორედ დღეს აი ამ რეგიონის მიმართ იმიტომ რომ ეს ჩვენ გვეხება ვიღაცები რომ ამ ირანის დროშებით დარბიან მე მინდა რომ ხელისუფლებას მივმართო რომ აი ეს ხალხი ამ ხალხის აი ესეთი ავანტიურისტული და პროვოკაციული მოქმედებები უნდა აღიკვეთოს იმიტომ რომ ეს ხალხი კიდე ერთხელ მეორებ ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის ჩვენს ქვეყანას აი ამ მოქმედებებით თვალსაზრისით რაც შეიძლება ითქვას ამბობენ იმას რომ ახლა მნიშვნელოვანია სრულიად მსოფლიო აცნობიერებდეს იმას რომ ირანში განვითარებული პროცესები არის ძალიან მნიშვნელოვანი და მათ შორის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე კეთდება აქცენტები გამარჯობა პირდაპირ ეთერში ვართ გითხარით მორი
ერთ-ერთ ჯერზე საზოგადოებისთვის თქვენი შეკრებების შესახებ ისედაც ცნობილია, მაგრამ პერსონალურად, ოფიციალურად დღეს რის გამო იკრიბებით და რა არის მთავარი და ძირითადი სათქმელი იმ აქციის, რომელიც სულ ცოტა ხანში დაიწყება? იცით, დღეს აკვათ იმითომ რაც უნდა მოხდარიყო, ბოლოს მოხდა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაჰპირდა დახმარებას და თქვა დახმარება გზაშია. და დღეს მოხდა და ეხლა აკვათ რომ მადლობა ვთქვი ამერიკას პრეზიდენტი, ამერიკას ხალხი, ისრაელის ბენიამინ ნეთანიაჰუ და პრეზიდენტ დონალდ ტრამპ დიდი მადლობა. მე მხოლოდ არა, ყველა ირანელები ეხლა გახარებული არიან, იმიტომ ირანელები ირანში გახარებული არიან, იმიტომ ის რეჟიმი, რომელიც 57 წლის ირანში იყო, არ არის ჩვენი მთავრობა, ჩვენი პირველი ერთადერთი მთელი ეს რეჟიმი იყო. შეუძლებელია 40,000 ადამიანი მოკლა და მაინც ძალაუფლება დარჩენა. შეუძლებელია 57 წლის განმავლობაში სიკვდილი ამერიკა და ისრაელს გაიძახონ და მაინც ძალაუფლება დარჩე. აკვათ კიდე გავაგზავნოთ თქვი რამდენიმეჯერ რომ ჯუმილი სიცხვილია, მადლობა საერთაშორისო საზოგადოებამ რომ აჩვენა ირანის ხალხი მართო არ არიან და ეხლა უფრო თავდაჯერებული ვართ, რაც დღეს მოხდა და კიდე ეხლა ყველა რეჟიმის ჟენერალები, ყველა პრეზიდენტი, ყველა ეხლა არ ვიცი სოცხალი არიან თუ არ არიან, ვინც რეპრესია აკეთებდა, ვინც 8-9 იანვარი ესეთი ხოცვა გააკეთა, არასოდეს ესე არ იყო 21 საალგუნე ამდენი ხალხი ორ დღეში მოკლა. და აკვათო თქვი მადლობა საერთაშორისო საზოგადოებამ, მადლობა ამერიკამ, მადლობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპ, მადლობა ბენიამინ ნეთანიაჰუ და აქ ვართ, იმიტომ ვიცი რომ დაწმუნებული ვარ თავისუფალი ირანი ძალიან ახლოს არის, როგორც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა. ეხლა არის საათები რომ თავისუფალი ვიქნებით. მადლობა. სიმბოლოებზეც გვითხარით, ეს სიმბოლოები არის აიათოლლა ხამენეი, ვინც დამალულია მიწაში, ეშინია ბომბა, რაკეტა და არავინ არ იცის სად არის. როგორც სადამ ჰუსეინი 2003-ში ესეთი დამცირებულიც მოიყანა, ეს აიათოლას ესე იქნება ჩემი აზრით უფრო სუდი, იმიტომ ეს არის რელიგია და ისლამური რაღაცა და ეხლა ამდენჯერ 57 წლის განმავლობაში სიკვდილი ამერიკა და ისრაელი ეხლა დამალულია როგორც თაგვი მიწაში და ეს თაგვი ნიშნავს მუშ, სპეციალურად არის მუშ და თავის სახელი არის ალი. მუშალი, თაგვი ალი. ეხლა არავინ არ ამბობს აიათოლა ხამენეი, ყველა ამბობენ რომ მუშალი, სიკვდილი მუშალი. ძალიან პროვოკაციული არის ზოგიერთი პოლიტიკოსების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ესე იგი ჩვენ ხელისუფლებას უბიძგებენ, რომ რაღაცნაირად ან ერთის მხარე დაიჭიროთ, ან მეორეს მხარე დაიჭიროთ და ეს განცხადებები კეთდება ძალიან ისეთი პროვოკაციულად და გასაკვირი აგრეთვე ზოგიერთი საელჩოს განცხადება, რომლებიც ჩვენს მეგობრობაზე საუბრობენ, რომ თურმე ჩვენ მეგობრობაზე უარი ვთქვით ამ ძნელბედობის ჟამს. ეხლა ყველა მიხვდება ვიზეც მაქვს საუბარი. თქვენ კაი ხალხო, როდესაც ჩვენ ქვეყანას უჭირდა, თქვენ არაფერი დახმარება არ გაგიწევიათ მართლა. მერე კიდე როდესაც ქართველი ადამიანები გაჭირვებულ დღეში იყვნენ, თქვენ მათთვის არაფერი მხარდაჭერა არ გამოგიცხადებიათ და ჩვენ კიდე ყოველთვის ვაცხადებთ მეგობრობისა და სოლიდარობას თქვენს მიმართ და რა ცოტა არ იყოს ალოგიკურია საქართველოს, რომელიც აი ამ რეგიონში იმყოფება, ეხლა ვიღაცები ითხოვენ, რომ ჩვენ მაგალითად ტანკები და იარაღი და რა ვიცი, მე საბრძოლო და ეს შენაერთები გავაგზავნოთ აქედან. ჩვენ ვერავის ეს ღიად ვერცეთ ომში ვერ ჩავერთვებით, იმიტომ რომ თუ ერთს დაუჭერთ ხავს, მეორე დაგვარტყამს და აი ეს ბუნებრივია, რომ ძალიან მძიმე კატაკლიზმებს გამოიწვევს ჩვენი ქვეყნისათვის. ამიტომ მე ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ არც ისე პროგნოზირებადია ის ყველაფერი, რაც მოყვება ამ ყველაფერს, მაგრამ ის რომ ამერიკელების მოქმედებები არის ყოვლად ამაზრზენი, ისინი ცდილობენ ყველა ის მათთვის
შეუთავსებელი, მათთვის მიუღებელი ხელისუფლებები დაამხონ. ეს არის ჩემთვის გასაკვირი. Honored to come before your presence today, lifting up the arms of our president. We pray for your continued blessing and favor to rest upon him. We pray for wisdom from heaven to flood his heart, his mind, and Lord, you will guide him in these challenging times that we're facing today. I pray for your grace and your protection over him. I pray for your grace and protection over our troops and all of our men and women serving in our armed forces. And Father, we just pray you'll continue to give our president the strength that he needs to lead our great nation as we come back to one nation under God, indivisible, with liberty and justice for all. We pray your heavenly blessing upon him in Jesus' name. და განსაკუთრებით ეს ამას, როდესაც პოლიტიკური პარტიები აცხადებენ, რომ აი გახსოვთ თქვენ, რომ ირანმა რა გაუკეთა საქართველოს. ბასე, მაშინ ჩვენ იმდენმა ცუდი რამე გაგვიკეთა, იმდენმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავისთან ურთიერთობა არ უნდა გქონდეს. არც აზერბაიჯანთან, არც თურქეთთან. მე მაინტერესებს, მაშინ ამაზე რატო არ აკეთებთ განცხადებებს. ეხლა ეს არის პოპულიზმი, რასაც აკეთებენ რა. ფერეიდნელი ქართველები ჩვენ რა თქმა უნდა არასდროს არ დაგვავიწყდება და ის სიმწარე რაც შახაბასმა გაუკეთა საქართველოს, მაგრამ თქვენ რომ ამ შახის დროშებით დარბიხარ და შახის მემკვიდრის ჩამოყვანას ითხოვთ, ეს როგორ უნდა გავიგოთ ჩვენ ყველაფერი. და მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეხლა ჩვენ ისტორია ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ ისიც კარგად ვიცით, რომ ჩვენ არასწორ მოქმედებას რა შეიძლება მოყვეს და როგორ შეიძლება აქ განვითარდეს ეს პროცესები. ამიტომ ერთი რამე არის, რომ ის ავანტიურა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მიმართ, არის აუცილებლად დასაგმობი. გუბა სანიკიძე დღეს გამოდის და რაღაცა ისეთ პოზიციებს ავლენს, რომ აი ირანს მიწიდან თხრის და ესე იგი ანადგურებს და ამ დროს გავიწყდება რა განცხადებებს აკეთებდა ეს ვაჟბატონი, როდესაც პარლამენტში ბრძანდებოდა. ბისმილაჰი რაჰმანი რაჰიმი. დიდება უფალს. გამარჯობათ, ძმებო და დებო. მე ვარ დღეს უბედნიერესი კაცი, რომ ვარ თქვენთან ერთად. ვამაყობთ თქვენი დიდი პატრიოტობით ირანის მიმართ. ჩვენ ვამაყობთ თქვენი ღირსეული მოქალაქეობით ირანის მიმართ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. მე მინდა მადლობა გადაუხადო საყოველთაოდ დიდ ირანელ ხალხს, რომლის ნაწილიც ასევე ხართ თქვენ. ჩვენ როცა ჩამოვედით დღეს, ჩვენ ნახეთ იმ დაღუპული ბიჭების საფლავები, რომლებმაც თავი შესწირეს თავის სამშობლოს, ირანს და ჩვენ ირანელ ხალხთან ერთად ვამაყობთ ამ ბიჭებით. და ძალიან მნიშვნელოვანი არის საქართველოსა და ირანისა და საქართველოს ურთიერთობა და მეგობრობა და პარტნიორული დამოკიდებულება ერთმანეთთან. მე მინდა მადლობა გადაუხადო ირანელ ხალხს, ირანის სახელმწიფოს იმ თანადგომისათვის, რა თანადგომაც გამოიჩინეს მათ საქართველოსათვის მძიმე დღეებში. საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ჩვენს რეგიონში. ჩვენი ურთიერთობები ამ ბოლო დროს ინტენსიურ ხასიათს იღებს და ჩვენი სტუმრობა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მეთაურობით, ბატონი დავით უსუფაშვილის მეთაურობით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჩვენ გვავიწყდება სააკაშვილი, რომელიც დღეს ესე იგი იგივე ამ ირანის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის, როგორი განცხადებებს აკეთებდა ირანის ხელისუფლების საამებლად. საქართველოსა და ირანს შორის გაიდო მეგობრობის და ძმობის ხიდი, რომ ჩვენ ვართ ჩვენი დაახლოება ხედავთ. უხარიათ, რომ ჩვენ თავრობებთან ერთად ახლოვდებიან ჩვენი ხალხები, ჩვენი ადამიანები და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მეგობრობას, ჩვენ დაახლოებას წინ ვერაფერი ვერ დაუგება. ჩვენ სახელმწიფოს შორის, ჩვენს პრეზიდენტებს შორის, ჩვენს ლიდერებს შორის, ჩვენ ხალხებს შორის საუკუნოვანი ხიდი არსებობს.
იგი არ შეედია გამკითხება და სრულიად ახლებურად დავიწყებ ჩვენ ურთიერთობას და მეგობრობას ერთმანეთთან და ჩვენ გვინდა თქვენი მხარდაჭერა ამაში გავუვარჯოთ საქართველოს და ირანის მეგობრობას. ჩვენ გვავიწყდება აგრეთვე ის, რომ ეს ხალხი, ვინც ახლა პოლიტიკანობს და რაღაცა განცხადებებს აკეთებს, რა პოზიციები ეკავათ, როდესაც ისინი მაშინ სადავეები ეკავათ ხელისუფლების. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველაფერი არის ნათელი, ჩვენი ქვეყნის ჩართვა უნდათ ამ დაპირისპირებაში და ჩვენი ქვეყნის განადგურება უნდათ და ეს არ უნდა იქნეს დაშვებული. რაც შეეხება უშუალოდ მე მინდა შევეხო ძალიან მტკივნეულ თამებს, რომლებიც უშუალოდ შიდა საკითხებს ეხება და თქვენი ყურადღება მინდა მივიყო აი დებატები, რომელიც მიდის დღეს საქართველოში ჩართული არის ამ დებატებში რაღაც პოლიტიკური პარტიები. და ეხლა იცით რა არის სამწუხაროდ საქართველოში ვერადავერ ჩამოყალიბდა ეროვნულ პატრიოტული ძალა. მე თავის დროზე, როდესაც აი რაღაცა ამისი რაღაცა გამოვლინებები იყო, ყოველთვის უჭერდი მსგავსი ტიპის პარტიებს საწყის ეტაპზე, მაგრამ შემდგომში მე ძალიან იმედგაცრუებული აღმოჩნდი ამ ყველაფრით. იმიტომ რომ დავინახე რომ ვინ რას წარმოადგენს. ეხლა იცით რა არის ამ დებატებში მონაწილეობენ პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც თავს იჩემებენ, რომ ჩვენ ვართ აი პატრიოტები, კონსერვატორები. აი ახლა მაგალითად იყო მათი წარმომადგენელი, ხო, აქ ეს აი ამ ბოლო დებატზე, რომელიც ჩატარდა მახარაძეზე მაქვს საუბარი. შედალოცილო, რა ვიცი, ტანზე იხევთ ამ არაბიზაციასთან დაკავშირებით, ხო? რაღაცა კი დაისვა ისე კითხვა, მაგრამ არა ისეთი სახით, როგორიც უნდა დასმულიყო იქ. თუ მთელი გადაცემების 100% ამ თემას ეხება, ხო, უნდა ჩამოყალიბდეს ეს პოზიცია. მე რო ყოფილიყავი აქ ადგილზე, უნდა კონკრეტულად რახან პრემიერი აქ არ უნდა დასმულიყო საკითხი იმაზე, რომ უნდა ჯგუფი შეიქმნას ამაზე სამუშაოს. აქ პოპულისტობაზე არ არის საუბარი. ეხლა არავინ არ ითხოვს იმას, რომ იქ ეხლა ობსტრუქციები მოეწყოს და პრემიერს შეურაცხყოფა მიაყენოს. უნდა იყოს დიპლომატიურად, მაგრამ გადაწყვეტილი, მაგრამ ესე, აი ხა მე ვთქვი, შენ თქვი, ესე არ მოჩდება. მოდი ეს საკითხი არის პრობლემა, ხო? მოდი შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და გაგრძელდეს შეხვედრები. ეხლა ერთხელ შეხვდნენ და ამით დამთავრდა ყველაფერი და ითქვა, იმან თქვა, ამან თქვა და მორჩეთ და დავიშალეთ. რახან შენთან არის, მოდი ჩამოყალიბდეს ჯგუფი, შევაშ რაღაც ამ ჯგუფში მეცნიერები, პროფესორები და განვიხილავთ ამ საკითხებს. დავწონით და არა ის რომ ეხლა კლავაც დარჩება ისე რომ ის იმ ტელევიზიაში იტყვის ხელისუფლება მეორე ფლანგიდან იტყვის და ამით ყველაფერი რეალურად ესე იქნება. ასეთ პირობებში ქართული ეთნობა კიდევ 20 წელი იქნება ხელისუფლებაში, იმიტომ რომ როგორც ჩანს არავინ არ არის რეალურად რეალური ძალა ის რომ მათ რაღაცა კონკურენციაზე კი არ არის. ოპონირება გაუწიოს სტუდიაში. ოპონირება გაუწიოს, იმიტომ რომ ძალიან უსუსურად გამოიყურება ის ადამიანები, რომლებიც მონგებიან პოზიციაში არიან და წამგებულები გამოდიან რაღაც გარკვეული დებატები. დებატები არის ის რაღაც გარკვეული პროცესი, სადაც ამერიკაში მაგალითად გინა დასავლეთში და ბევრ ქვეყანაში სწორედ დებატების შემდგომ ხდება ადამიანის არჩევა ხელისუფლების სათავეში, აი ვინ როგორ წარმოაჩენს თავს. და სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი, როცა ჩვენ ვიხილეთ, როცა შენ უამრავი თემა გაქვს და ამ თემას არ წამოწევ, ეს არის სამარცხვინო, მეგობრებო. და კიდევ ერთხელ ჩანს და მე ჩვენ ამაზე რო ვლაპარაკობ, თავს გვესხმიან. აი იგივე ეს კონსერვატორები, რომლებსაც მე დიდი ხანია უკვე გამოუტანე განაჩენი და ვთქვი რომ ეს არის თანამედროვე მხედრიონი, რომელიც იარაღი რომ იცი ალბათ დაგხრიტავდნენ ჩვენ მეგობრებო და ესენი იარაღის გარეშე ბულინგს აწარმოებენ, აი ახლა სოციალურ ქსელში შეურაცხყოფებს აწარმოებენ. ეხლა მე ვიყავ იმ დღეს კრემლთან და კრემლში უпростоრე და იქ იოსებ სტალინის დაბადების დღესთან დაკავშირებით ამას კიდე დაუბრუნდები, ვცლად რა მოხდა, იქ გავაკეთე სიუჟეტი და ნახე მაგათი კომენტარები, მაგათი შემოვარდნები. ესე იგი, თურმე რუსულ-ქართული ურთიერთობები ესე უნდა განვიხილოთ და აი რაღაცა გირჩთან და ხელისუფლებასთან ენის მოჩლექით, ბოდიშებით და მადლობებით უნდა ილაპარაკონ ამადა. ჩვენაირ ხალხთან, რომლებიც მე პირადად უამრავჯერ ამათ ხელი გაუმართე, გვერდში დაუდექი, ამაზე მადლობებით იხადეს, ეხლა თავს გვესხმიან, მეგობრებო. თავს გვესხმიან, თვითონ არაფერი არ შეუძლიათ ლაკლაკისა და ლაილაის გარდა. გამოვლენ იქა, რა ვიცი, სტალინი რო გამოვიდეს ამდენი ხანი და ილაპარაკოს, სტალინი აღარ ენდომებოდა
ქვეყანას და გამოდიან მოძღრავენ ჯერ რა განათლება გაქვთ ერთი მაინტერესებს ესენი არიან კიდევ ერთხელ მე ხალხი რომლებსაც ინფორმაციის მიღება შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ აიღებენ ინფორმაციას ინტერნეტიდან და ამაზე ლაპარაკობენ არც ცოდნა არც განათლება არც პროფესია ვინ ახართ რა ხართ ესეთ შეურაცხყოფებს რო აყენებთ ხალხს ვიღაცა რაღაცას იტყვის გადაულიან ჯოგური სისტემა ჩააგდებენ ლინკს ამ ჩატში და მე მთელი შემოგესევიან ესენი იმათ და გაგერ ახლა მაგალითად მადლობა მინდა უთხრა ირაკლი ზაქარიაშვილს ადვოკატს რომელმაც წარადგინა აგერ დოკუმენტი თურმე აი ეს მათი ელისო კილაძე და ქეთი ეგიდუნაშვილი რატო გვესხმის ჩვენ თავს და ვითომ ეს ცალკეა რო რაღაცას მე ერთხელ ორჯერ უთხარი რომ აი ეს შემოვარდნები რო იყო რატო არაკეთებთ არაო ჩვენ არაფერ შუაში ვართო და თურმე აგერ ესენი აფინანსებენ იმ ხალხს რომლებიც და გვერდში უდგანან დაიდო ამის დოკუმენტები აგერ ოფიციალურად და მადლობა მინდა უთხრა მე ირაკლის ამის გამო და ჩვენ გვესხმიან თავდა თვითონ აგერ უსუსურად გამოიყურებიან ენას ვერ ატრიარებენ მუცელში მადლობები ბოდიშები და ისა ეხა აი საკრებულოში შევიდნენ მეგობრებო საკრებულოში რასაკეთებენ თბილისის საკრებულოშიც არის მაგათ წარმომადგენელი რუსთავის საკრებულოშიც არის სხვა რეგიონებში არიან და რითი არიან დაკავებულები რამე გააკეთეს ღირებული რამდენი ხანი გავიდა უკვე რაღაცა შენ ხო ეხა ვიღაცა იტყვის რა უნდა გავაკეთოთ 1-2 კაცი ყავს ეხა იცი რა არის შენ 1-2 კაცი თუ შედეგს ვერ დადგენ ვერც უმრალესობაში ვერ მოხვალ მე კიდევ ერთხელ მეორებ ლეიბორისტულ პარტიას თავის დროზე იმიტომ ჰქონდა რეიტინგი რომ მათ უზრუნველყეს თბილისში უფასო ჯანდაცვა უფასო სკოლა უფასო ბაღები იმიტომ რომ აქტიურობდნენ მივიდოდნენ სარჩელები შექონდათ ბრიფინგებს მართავდნენ უშუალოდ იქ კონსოლიდაციას ახდენდნენ ამა თუ იმ დარგისა ეს ხალხი არის ხალხი რომლებიც კონსოლიდაციას კი არ ახდენს არამედ დაყოფას თვითონ ღმერთს ახსენებენ ხშირად და ქრისტიანობას და ის ვინ რა ვიცი ყოფენ საზოგადოებას ჩვენ გვებძვიან თავს გვესხმიან პირადად მე აი ბოლოსაც ეხლა კიდევ ერთხელ მეორე ამ ელისო კილაძეს მათი ქეთინო იმას რო არის რა ქვია თუ ვინ არის არ ვიცი ვარდოსანიძე რომელიც რა ეს ქეთი ეგიდუნაშვილი რომელიც აი ხა გამოვიდა და იმედის დირექტორი თავს დაესხა გამოვედი და კაც სოლიდარობა გამოუცხადა იმიტომ რომ როგორ მიაყენე შეურაცხყოფა მეთქი აი იმის მერე რაც მაგათმა იკადრეს გესმით და ეხლაც მე რამე თუ იქნება ყოველთვის პროტესტ გამოთქვა ბოღმით კი არა ვარ ახსილი მათგან განსხვავებით გამოვედი და თქვი რომ კაც თურმე მამა ყოლია ცუდად და ამოვედი და მხარი ანუ სოლიდარობა გამოუცხადე მეგობრებო იმიტომ რომ აი უსამართლობას ვერ ვიტან და ეს ვინ არის რა ხალხია რა ურჯულო რა ვინ არიან ესენი და ამიტომაც არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ ქართული ოცნება ყოველთვის იქნება ესე მონგებიან პოზიციაში და იტყვის რომ აი შეხედეთ ეხლა ესენი ვინ არიან და ჩვენა ვართო ამ დებატებში დავით გარეჯის თემა რატო არ ახსენა ბატონმა მახარაძემ ერთხელ მაინტერესებს რატო არ ახსენა ის დავით გარეჯის თემა რომელიც თელ საქართველოს აინტერესებს არ ვიცი დიდი სამით აი ნახე დებატები როგორ კაცო დაიბეჭდა მედიაში რომ ესე იგი რაღაცა დოკუმენტით გადაცემული დასმულიყო კითხვა მართალია თუ არა ვინც ეს გავრცელა ეს ინფორმაცია თუ ესე არ არის მაშინ მოეკითხოს იმ ადამიანს პასუხი ცილისწამებისთვის რომ ეს გააკეთა ეს გარეჯის თემა თელ საქართველოს აღელვებს ხო და თვითონაც რა ვიცი ერთი პერიოდი რაღაცას აქტიურობდნენ. მე რუსულ-ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებით რატო ერთი კითხვა არ დაისვა. იქ ბატონმა პრემიერმა თქვა რომ ჩვენო სანამ ეკონომიკას ვერ არაღვანდგენთო ხალხიო ვერ დაბრუნდებოდა. როგორ უნდა აღორძინდეს ეკონომიკა რუსულ-ქართული ურთიერთობების გარეშე და რუსეთთან ურთიერთობის ძალაგების გარეშე. ის საწარმო ფაბრიკები რომელიც შეიქმნება საქართველოში იმ საწარმოებმა სად უნდა გაყიდონ პროდუქცია. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს ხალხი თავიდან რაღაც ამ იმიტომ მიიზიდეს მოსახლეობის ყურადღება და მათ შორის ჩემი რუსეთთან დაკავშირებით სხვა განცხადებებს აკეთებდნენ მე როგორც გავიგე არ ვიცი მე ვერ დავადასტურებ მათ ისინი დაიბლოკენ რუსეთში რუსეთის ხელისუფლების მხრიდან და მათ უკვე ამოეკვეთათ აქ ჩამოსვლის საშუალება ესეთი განცხადებები ვრცელდება და ამის გამო არ ვიცი გაბრაზდნენ ამ თემებს ამას უკვე სხვაგვარად უყურებენ აი მე მაგალითად იყო სტავროპოლში არაერთი კონფერენცია ჩატარდა პირადად ჰქონდა მაგათ პარტიის ლიდერებთან საუბარი რომ მინდოდა რომ დასწრებოდნენ და რო ველაპარაკე ეგო გიორგიევსკის ტრაქტატიო საეჭო თემა არისო
და საკამათო თემა არის. ანუ ესე იგი თურმე საკამათო ყოფილა გეორგიევსკის ტრაქტატის თემა, რომელიც გეორგიევსკის ტრაქტატით გადარჩა საქართველოს. ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ. იცით რა, მე ძალიან დიდი პერიოდი ვიკავებდი თავს, პასუხი გამეცა ამათთვის, მაგრამ მე ეხლა მარტო ამათ კი არა, არავის არ გაუტარებ, მეგობრებო, იმიტომ რომ მე როდესაც ვიღაცა შენ შეურაცხყოფას გაყენებს და შენ ამაზე პასუხს არ ცემ, უკვე ვიღაცებს შეიძლება განცდა გაუჩნდეთ, რომ ესე იგი ეს კაცი მართლა ესე იგი ეგეთი ყოფილა და ტყუანი ყოფილა. არ შეიძლება ესე და ეს დებატები იმისთვის არის ხელისუფლებამ თუ გააკეთა ეს დატები შენ უნდა იქ რაც პრობლემები არის იმაზე უნდა ილაპარაკო და თან უნდა ჩაეტიო აქ იქ შენ არ მოგცემს იმის დემაგოგიის საშუალებას რომ 1 საათი ილაპარაკო რა უნდა 2-3 წუთში როგორ ვერ უნდა ჩაატიო ის პრობლემატიკა რაც არის ხო უამრავი თემა რომელიც აი გადაჭრის გეგმები და თუ ხელისუფლებას ელაპარაკები მოდი იქვე და წამოიყვან ეს ხელისუფლება იმაზე რომ აქ ჩვენ ამ ვერ გადავწყვეტ ამ პრობლემას ასე დებატებში და მოდი შევქმნათ გარკვეული ჯგუფი რომელიც იმუშავებს იქნება გამჭვირვალე წამოიყვან ეს ხელისუფლება რატო უარს იტყვის იმიტომ რომ უარი თუ გითხრა მაშინ ითქვა მათთვის წამგებიანი ეს უარი და წამოიყვანი ამ ყველაფერზე მაგრამ იცით რა არის და მე წამოწიე თემები რუსულ-ქართული ურთიერთობები აი რატო არ ხდება რომ ჩავიდეს ხელისუფლება იქ მაგრამ იცით რა არის უკვე ეს თემა იმდენად უკვე არის აი ესეთი წამგებიანი ბათვის იმიტომ რომ ამის გამო არც დაფინანსებას მისცემს არავინ და მე რუსეთუმებს დაუძახებს რომ არ უნდათ ამ თემებს შეეყნონ მარტო უნდათ რომ გამოვიდნენ ილაქლაქონ და აგერ შეხედეთ ეხლა სოციალურ ქსელებში მე უფრო მეტი რეიტინგი აქვს მაგაზე ვიდრე მაგათ გადაცემებს და გამოდიან თავს გვესხმიან აქით ეს მათი ელისო კილაძე ეხლა და ელისო კილაძის არარსებობას ეს ვაჟბატონი თუ ვინც არის არ ვიცი კიდე მე ეს იკისრულობს ეს ქეთი ეგიდუნაშვილი თანამ ეს ელისო კილაძე კონსერვატორების ელისო კილაძე აყეფებენ ამას იმაშვებიან რა ქვია ქსევენ და კიდე ვიღაცებს პარტიის წარმომადგენლები რომლებიც აი მათ კომენტარებსა და მათ იმებს ძალიან კარგად ხედავ მე ყველაფერს და სოციალური ქსელი ის კი არ არის სოციალური ქსელში შეურაცხყოფა იგი უარესი არის ქუჩაში რო შეურაცხყოფა მოგაყენონ იმიტომ რომ სოციალურ ქსელს ყველა უყურებს და ქუჩაში შეიძლება ორი კაცი იყოს იქ აი ეს არის მეგობრებო თანამედროვე მხედრიონის ადგილი არ უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში ესენი არიან მხედრიონელები და ბევრის მამები და რა გვია ახლობლები იყვნენ ისევე ამ მხედრიონში თუმცა მე კიდე ერთხელ ვიმეორებ იმ მხედრიონშიც იყვნენ პატიოსანი ხალხი ვინც აფხაზეთში იბრძოდა სამაჩაბლოში მე ყველაზე არ ვლაპარაკო და ეხლა აქაც არიან ადამიანები თუმცა უკვე ძალიან ცოტა იმიტომ რომ ამ ყველაფრის ფონზე კიდე რომ შენ კონსერვატორებში იქნები არ ვიცი უკვე მართლა უკვე პრობლემა არის იმიტომ რომ თუ ვერ ხედავ რომ ადამიანებს თავს ესხმიან გირჩ ენის მოჩლეკით ელაპარაკებიან ხელისუფლებას მადლობას უხდიან და ჩვენ ხალხი რომლებიც აი ეხლაც ერთი კვირის წინ როცა პრობლემა შეექმნათ გვერდში დაუდექი პირადად მე და დავგმე იმედის დირექტორის კტიაშვილის ქმედება ჩვენ გვესხმიან თავს ხალხო ვინ არის რა ხალხი არის არჯულის არიან ანი მამაოებს მინდა ვკითხო რა ქრისტიანობაა ეს ვერ გავიგე რა ქრისტიანობაა როდესაც აი მაგალითად გამოხვალ ადამიანი და იტყვი რომ არ მომეწონა ამ დებატები და ესე იგი ჯოგური სისტემით შეესევიან და გინება შენი დედა და ჯვარი აქვს გამოსახული და ამითი ხდება ასევე ეროვნული პატრიოტული სულისკვეთების მოკლა იმიტომ რომ ის ახალგაზრდა თაობა რომელსაც უნდა მართლა პატრიოტულ ეროვნულ რაღაცა სოფხედველობის პარტიაში შევიდეს რო ხედავს ესენი ესე იქცევიან იტყვის ესენი არიან ეროვნულები კაცო არ მინდა ისე წავალ ეგერ იმ ხელისუფლებას დაუდები გები გვერდში და ამიტომაც არის რომ ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში ხვალაც იქნება ზეგაც იქნება ალბათ იმიტომ რომ აი ესეთი ძალები რო იქნება მათი კონკურენტები ამიტომაც უნდა შეიქმნას ის ადამიანები კრებული რომელიც მართლა ქვეყანისთვის შესტკივა გული ეხლა მე კიდე ერთხელ ვიმეორებ ძალიან დიდი პრეტენზიები მაქვს არაერთი ექსპერტის მიმართ ეხლა მაგრამ არასდროს პერსონალურად არასდროს არ მივაყენებ შეურაცხყოფას მათ გამორიცხულია იმიტომ რომ რაღაცა ადამიანური გზნობები გამაჩნია და რაღაცა ეს იმ ადამიანს ოჯახი ყავს შვილი ყავს რა ვიცი როგორ შეიძლება ესეთი შეურაცხყოფები მიაყენო და ესე გათელო და გამოთელო და მე ერთი თემას მინდა შევეხო რა მე მოუწოდებ ხელისუფლებას რომ ის გვერდში მდგომი ადამიანების ფილტრაციაც მოახდინო მე ძალიან დიდხანს ვიკავებდი თავს რომ გამეცა პასუხი აი ამ ადამიანისთვის ეს არის გიორგი გამსახურდია ზვიად გამსახურდიას შვილი ესე იგი იმიტომ რომ მე უდიდეს პატივს ავცემ ზვიად გამსახურდიას
და არაერთხელ მისაუბრია ამ ადამიანის ღვაწლზე, იმაზე რომ ის ადამიანი მოკლული იქნა, არაერთი ამის შესახებ მე სხვათა შორის დოკუმენტებიც დავდევი, ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება ჩავატარე და ეხლა ხანს აი როდესაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ სტალინის გარდაცვალების 73 წლის თავი იყო მე იქ აბა ვისთან ავიღებდი ავიღე ინტერვიუები და ერთ-ერთი საუბარი მქონდა ზიუგანოვთან სურათი დავდევი გენადი ზუგანოვთან. მე არც კომუნისტური პარტიის წევრი ვარ, არც ერთი პარტიის წევრი არა ვარ და არც ის მითქვია კომუნისტებს დაუჭირებთ ხარი ან ვიღაცა სხვა პარტიას და ესე იგი გამოვიდა ეს ადამიანი უწმაწური შეურაცხყოფელი განცხადება გააკეთა ჩემს სურათზე, წაიღო ეს სურათი და იქ მე იცით რა არის შედალოცვილო, მართლა პოლიტიკური პრასტიტუტკა ხარ შენ რა. იმიტომ რომ შენ ახარ მამაშენის მკვლელებთან იყავი, როდესაც მამაშენის მკვლელ შევარდნაძესთან მუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში, იქ იმ ღებრიშვილთან მუშაობდი, როდესაც მიტინგებს არბევდა ეს მაშინდელი პოლიცია ზვიადისტების მიტინგებს. შენის კაცი არა ხარ ერთი მაინტერესებს. შენ საერთოდ როგორ უნდა იღებდეს ზვიადის შვილობაზე და ნათქვამია დიდი ადამიანის შემდეგ ბუნება ისვენებსო. რა ჯერ გამოდის როგორ მეტყველებს ეს რომ ლაპარაკობს კანალიზაციის მილი გასკდავ. მე აი კიდე ზვიადის აი მე ზვიად გამსახურდიას აი მოწიწების და იმითი რაღაცა დიდი პატივისცემის მიღად ვიკავებდი ერთხელ შევიკავე ორჯერ მაგრამ ხა ხო არ შეიძლება ბოდიში და ვიღაცას მივცე საშუალება რომ მე აი ისე უდიერად მომეყვა. ეს ის კაცი ახლა ვიღაცას გონია რომ საქართველოში რაღაცა ჩალით არის დაფარული ქვეყანა. ეს ის კაცი არის მეგობრებო მამის მკვლელებთან იდგა. მამის მკვლელებთან. სულ რომ შიერი მომკვდარიყო როგორ შეიძლება და შევარდნაძის პოლიციაში გემსახურა კაცს თუ უჭირდა 80% მაშინ თუ 70 ზვიადისტების ნაწილი იყო და ხალხი შეუგროვებდა ფულს და შიერი არ მოკვდებოდა. იქ მაგის დედამისი მიტინგზე იყო და აპროტესტებდა და მისი ზვიადგამსახურდიას მომხრევი და ეს კაცი იქ დუბინკა მომარჯვებული იდგა იმ ღებრიშვილთან ერთად. შენ რა ნამუსით ლაპარაკობ, მამაშენზე ლაპარაკობ, მაინტერესებს. მამაშენის მკვლელთან იდეკი შევარდნაძესთან. მერე იყო სააკაშვილთან იდგა დღეს რო გამოდის და ამ სააკაშვილს აგინებ, ვინ იყო სააკაშვილთან მაინტერესებს, სააკაშვილის ხელისუფლებასთან ჩახუტებული იყო, მე ეხლა გახარიასთან იყო, ყველა ხელისუფლების პოლიტიკურ სარეცელში გორაობდი მართლა პრასტიტუტკა შენა რა. შენ მართლა იცით რა არის? აი მართლა არ ვიცი რა აი ეს არის ტრაგედია ადამიანური რომ აი ესეთ ზვიად გამსახურდიას აი ესეთი ბოდიში როგორ შეიძლებოდა ესეთი შვილი ყოლოდა რა. და მე ამ ხელისუფლებას ვიმართავ თქვენ თუ გონიათ რომ ეხლა ზვიად გამსახურდიას შვილი არის ეს და ამიტომ თქვენ გამოიყვანთ ამას და რაღაცა რეიტინგი სპირიკით თემა იმ ზვიადისტებმა ძალიან კარგად იციან და ბევრი თავს იკავებს მის უნამუსობაზე საქმედებებზე პასუხის გაცემას იმიტომ რომ ზვიადის ხატრი კაცი გამოვიდა იმაში პრესაში და დედამისის ეს წინაამდე წავიდა ხალხო დედობის უფლებაზე და რა ვიცი მე იმაზე საკუთარ დედის წინაამდე წავიდა ღია ეს შეიძლება ქალბატონ მანანა არჩვანაძის წინაამდე ეს შეიძლება საერთოდ ადამიანია საერთოდ და მე კი არც მიკურს მე შეურაცხყოფას რომ მე მაყენებს რა საკუთარ მამის კვლელებთან იდგა, მოღალატეებთან იდგა და საკუთარ დედას უპირისპირდებოდა მედიაში. მართლაც რომ რაღაცა განხეთქილება იყო, როგორ შეიძლება საჯაროდ გამოიტანო ეს ყველაფერი. და ეს გამოყავთ ქართულ ოცნებას პიკერად იმისი რომ ეს ახმოვანებს იმას. ვის რაჭი ჭირდება შვილო? ეხლა რომ მოვიდეს ნაცები ისევ ნაცების გვერდზე გადავა. ყველა ხელისუფლების დროს იყო ამა თუ იმ ხელისუფლების გვერდში. და მე ამიტომ მივმართავ, იცით რა არის? ერთხელ აი მე მედიაში როდესაც აი ინტენსიური ურთიერთობა მქონდა ვეკითხებოდი ადამიანებს რომ აი რატო გამოყავთ ეს თეატუთფერიძე მეთქი ეს მოღალატე ეს მეთქი ურეიტინგო ადამიანი შენ არ იციო ამ თეატუთფერიძეს რო გამოყავთო რამხელაო იზდებაო ჩვენი სააგენტოს რეიტინგიო იმიტომ ხალხი იგინება ილანძღებაო ნახვები აქვსო და იცით რა არის თქვენ თუ გონიათ აი რაღაცა ინფორმაცია რო დაიდება სადღაც ხო და ვიღაცებს ნახვები გააჩნია ეს იმას კი არნიშნავს რომ ეს თქვენთვის სასარგებლოა იმიტომ აქვს ის ნახვები და იმიტომ აი ჟრიამული რომ ეს ადამიანი ის არის უარყოფითი და ნეგატიური არის საზოგადოებისათვის ისევე არის ეს ადამიანი კიდევ ერთხელ ვიმეორო კეთილჩევას გაძლევთ თუ გინდათ რომ ამ ზვიად გამსახურდიას თემა ქონდეთ საქმე გამოიძიეთ მკვლელობის ან ეს ვაჟბატონი დღეს იკავებს იმას რა ქვია რა გარკვეული თანამდებობა აქვს იქ პოლონეთში თუ სადღაც საქართველოს ხელისუფლებას პოზიციას გამყვა რატო ერთხელ არ იძახი რომ მამაშენის მკვლელობა გამოიძიონ მაინტერესებს რატო არ აყენებ კატეგორიულად ამ საკითხს
შენ მამაშენის სახელით ვაჭრობ, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება იყავი მამაშენის იდეური მტერი. იმიტომ რომ მამაშენის კვლელებთან იდექი და მამაშენის იდეურ მტრებთან იყავი, სააკაშვილთან იყავი, შენ ძმას, როდესაც იქ ბოდიში და აწამებდნენ ციხეში, იმ დროს სააკაშვილთან ერთად იყავი შენ. და ეს კაცი გამოდის და რაღაცა მორალზე ლაპარაკობს, ეს არარაობა ესა რა. აი ეს არის მეგობრებო და ესეთი არ ვიცი როგორ შეიძლება ეს ყველაფერი აი ესე იქნას გატარებული რა და მე მინდა რომ ხელისუფლებას მივმართო ამ Facebook სტატუსების გამო ვიღაცებს რომ პასუხისგებლობის საკითხს აყენებთ ამ კაცის ქმედებების პასუხისგებლობის საკითხი რატო არის იმის მაინტერესებს მას შეუძლია რომ აი ესე უპრაგონოთ ვიღაცებს შეურაცხყოფა მიაყენო მით უმეტეს მე კაცი რომელიც არაერთი პუბლიკაცია მაქვს არაერთი ისა მაქვს ცხოვრებაში ზვიად გამსახურდია და ცუდი არ მithქვია და გამოდის ეს კაცი და ყველას ვინც იმიტომაც არის რომ ბოდიში აი ყველაფერი პროცესები აი ეს უღმარი არ შეიძლება ეს კაცი საერთოდ გამოსაჩენიც არ არის რა ტელევიზიით და არც მედიაში შეხედეთ აი თითეული მისი განცხადება კანალიზაციის მილიარდ პირში გახეთქილი რა მამის მკვლელთან იდექი შედალოცვილო და მამაშენის მკვლელებთან იდექი შენ შევარდნაძესთან და სააკაშვილთან იდექი და არ უარყოფდი ამას და გამოდის ეხლა და ილანძღება, ითათხება აქ. და თურმე მე ესე იგი რუსებთან იქა ზუგანოვთან რატო გადავიღე სურათი. არც ისტორია იცის, იმდენად გაუნათლებელი არის და კიდე ფხიზელ მდგომარეობაში აკეთებს თუ არა ამ განცხადებას გასაკვირია. ზვიად გამსახურდია იყო სწორედ რომ რუსის გენერლებთან ერთად იმაზე საუბრობდა რომ თქვენ უნდა გაწურდათ ჩვენი ჯარიო. ეს ადამიანი იყო სწორედ ბორის ოლცის რო შეხვდა ყაზბეგში და იქ საუბრობდა პუშკინის ლექსით შეეგება და საუბრობდა იმაზე რომ როგორ უნდა ურთიერთობა ყოფილიყო. ეს ადამიანი იყო სწორედ რომ იქ მერე ელცინი როდესაც გახდა პრეზიდენტი მისი თამადა იყო სუფრაზე. და ეს ის კაცი ადამიანი იყო რომელიც ამერიკულ იმპერიალიზმს დაუპირისპირდა. და მაშინ ესენი წინააღმდეგი გამოხდა ზოგიერთი ეგო არ უთქვიაო და როგორ არ უთქვია აღდგომაში დაიბეჭდა ინტერვიუ. და ჩვენ სხვათა შორის ეს ყველთელმა საქართველოში უდგერ საქართველოს ფარგლებს გარეთაც ესე ვირუსულად გავრცელდა ეს ინტერვიუ. არ ვიცი რა მეგობრებო, მე ხელისუფლებას მინდა მივმართო რა რომ აი ესეთ მარგინალ ადამიანებს თავი გაანებეთ. ეს შვილობა არ ნიშნავს იმას რომ ადამიანი არის კარგი ადამიანი. ეგ კი არა ჩვენ მეფეებს კაცო ყავდა უვარგისი შვილები ყავდა და დათქვამია დიდი ადამიანის მერე ბუნება ისვენებსო და აი ამ ბუნებამ დაისვენა ალბათ რა. და იმიტომ რომ ეს შეუძლებელია ესეთ შეურაცხყოფები მე თუ ვინმეს ვაკრიტიკებ ეს იქნება პოლიტიკური პარტია არასდროს არ გავცდენილოა რაღაცა ჩარჩოებს რა ყოველთვის ლაპარაკობ აი რაღაცა თავისი მე კაცი გამოდის და შეურაცხყოფებს იყენება და მინდა მივმართო ხელისუფლებას Facebook სტატუსებზე სხვას თუ პასუხისგებლობის საკითხს უყენებთ ამის პასუხისგებლობის საკითხით დააყენეთ ჩემთვის ეგ კაცი არ არის ზვიად გამსახურდიაშვილი ჩემთვის პირადად ვინც ზვიად გამსახურდიას მტრებთან დადგა ვინც საკუთარ დედას დაუპირისპირდა ვინც მთელი ცხოვრება არასწორი პოზიციაზე ეს არ არის ჩემთვის მე ამ კაცს ვერ აღვიქვამ რომ ეს არის ზვიადის შვილი უბრალოდ სახელი და გვარი აქვს გამსახურდია თორე მაგას როგორც არანაირი კავშირი არ აქვს გამსახურდიასთან გვართან და ეს არის პრობლემა და მინდა რომ აი ბოლო თუ ლაპარაკობ ჩვენ რაღაცა მშვიდობაზე, კონსოლიდაციაზე ხელისუფლებას მინდა მიმართოთ. მოდი რა გარემო შევქმნათ ისეთი რომ არც გინებები, არც ლანძღვები არ იქნება და აღკვეთილი იქნება ეს ყველაფერი. ვინმე თუ სოციალურ ქსელში რაღაცა შეიგინება უწმაწობად დაისაჯოს ის ადამიანი, კაცო. დაისაჯოს ის ადამიანი. იმიტომ რომ სოციალურ ქსელში მიყენებული შეურაცხყოფა გაცილებით მძიმე არის ვიდრე მაგალითად ქუჩაში მიყენებული შეურაცხყოფა. არ ვიცი, აი მე ძალიან აღშფოთებული ვარ ამ ყველაფრით და იმიტომაც თქვენი ყურადღება ამ თემებზე მივიბრე. ჩვენ აუცილებლად შემდგომშიც უკვე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემოგთავაზებთ ჩვენ გადაცემს და მანამდე გეტყვით რომ აი ხა ეს მორბენალის ტრიქონის დგას კიდევ ერთხელ თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს. აი მთელი ცხოვრება აი ეს ვაჟბატონი როდესაც ვიზეც ქონდა ბოლო საუბარი ვიღაცების იმ რაღაცა ჩამოკიდებული რო იყო ჩვენ არავინ არ გვეხმარება თქვენი იმედი გვაქვს და როგორც გითხარით წევე 12-ზე უყურეთ ჩვენ გადაცემებს და იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის და იმედი გვაქვს რომ თქვენი მეშვეობით ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს მუშაობას რუსულ-ქართული ურთიერთობების მიმართულებით, იმიტომ რომ საქართველოს გადარჩენა სწორედ აი აქ არის და ვინც ამას უპირისპირდება, ის ნამდვილად არ არის საქართველოს მოყვარული და ჩვენი ქვეყნის მტერია. კარგად გრძანდებოდ.